ზამთრის ტალღები სანაპირო ზოლს საკვები ნივთიერებებით მდიდარი წყლით ტბორავს. კლდის გუბეები სავსეა სიცოცხლით. ლიმპეტებმა, მიდიებმა, კიბორჩხალებმა, ულვაშფეხებიანმა და ზღვის ზღარბებმა გარე ჯავშანი შეიძინეს სერფინგის ზონას რომ გადაურჩნენ. სხვა ბინადარი კი სხვანაირად მიუდგა საქმეს. ამ რვა ფეხას ნიჟარას საერთოდ არ აქვს. რბილი კანი და რვა ძალიან მოქნილი ფეხი დაფარული მძლავრი მისაწოვრებით გადაადგილებაში ეხმარება. სანამ სველია, ის თავს კარგად გრძნობს როგორც წყალში, ისე წყლის ზემოთ. საჭმლის ძიებისას ოსტატი მონადირეა, რადგან ვერასდროს ვერავინ ამჩნევს. საოცარი კანის წყალობით ნებისმიერ ფონს ეხამება. დიდი თვალებით კი ზუსტად განსაზღვრავს სამიზნეს. კიბორჩხალას, რომელიც ჭამით არის გართული. რვა ფეხა დარტყმის მანძილზე მანევრირებს. შემდეგ კი ბოლო ხრიკს იყენებს, წყალში მელნის ღრუბელს უშვებს და კიბორჩხალას აბრუებს, ვიდრე მთლიანად არ გადაყლაპავს. უხერხემლოს განძრევის საშუალებაც კი არ აქვს. განიარაღების შემდეგ კიბორჩხალა ვეღარსად გაიქცევა. რვა ფეხას რბილ სხეულში თუთიყუშის მსგავსი მყარი ნისკარტი აქვს, რომლითაც მსხვერპლის ჯავშანს ამტვრევს. მისაწოვრები კი უფრო და უფრო ძლიერად ეკვრიან მსხვერპლს. კიბორჩხალა მდედრი რვა ფეხასთვის კარგი საკვებია. არ შეეშვება, ვიდრე მხოლოდ ნაჭუჭე არ დარჩება. სანაპიროს ციკლონები, რომლებსაც ტალღების საკვები მოაქვთ, კაპის ნახევარკუნძულზე წვიმების სეზონის დასასრულს ემთხვევა. იკლებს წვიმები, რომლებმაც ბოლო 4 თვის განმავლობაში მთები და ტყეები დაფარეს. როდესაც ზამთრის ძალა სუსტდება, ქვეყნის სიღრმეში სიცოცხლე ყვავის. პირობების შეცვლასთან ერთად ამ გომბეშოებს ახალი სურვილები უჩნდებათ. ისინი მთელი წელი ქვეტყეს ჭამდნენ. ამაღამ ათასობით გომბეშო გამოვა. მათ ყველას ერთი მიზანი აქვთ. მეწყვილის პოვნა. ამ ხარის ყველა გომბეშო გუბისკენ მიემართება. ყველაფერი სწორედ იქ ხდება. მამრი რაც შეიძლება ხმამაღლა ყვირის მდედრის მოსაზიდად. ადამიანების მსგავსად გომბეშოებსაც აქვთ ხმის იოგები. მაგრამ მათ ასევე აქვთ ხმის ტომარა, რომელიც გამაძლიერებლის მსგავსად მუშაობს. ის ნესტოებს ხურავს და ჰაერს წინ და უკან ამოძრავებს. თუ წარმატებას მიაღწევს და მდედრს მიიზიდავს, შეწყვილდებიან და მდედრი ათასობით კვერცხს დადებს. ეს გომბეშო ბობოქარი სელექციონერია. მათ გარიგების დასადებად მხოლოდ ერთი კვირა აქვთ. მერე ისევ ქვეტყეში გაუჩინარდებიან.
კონტინენტის ამ კუთხეში გომბეშოების ხმები გვიანი ზამთრის საუნდტრეკად იქცა. სექტემბრისა და გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად სამხრეთი ნახევარსფერო მზისკენ გადახრას იწყებს. დღეები იზრდება და ტემპერატურა იმატებს. სადაც ოდესღაც გვალვა იყო, წვიმებს შვება მოაქვს. სადაც ძალიან ციოდა, სითბო ბრუნდება. სურიკატებმა ამ სეზონის ყველაზე რთულ პირობებს გაუძლეს. მზის სითბო მათ მხიარულ ხასიათს ააშკარავებს. თუ საკვების ძიებაში ნაკლებ დროს დახარჯავ, ქართობისთვის მეტი დრო დაგრჩება. და არა მხოლოდ პატარები მხიარულობენ. ყველა კარგ ხასიათზეა. ქართობის მშვენიერი შანსია. ეს ასევე ხელს უწყობს ოჯახური კავშირის გაძლიერებას და უპირატესობის განმტკიცებას. პატარები გაიზარდნენ. მათ საკვების მოპოვების უნარი დახვეწეს და მომავალი სეზონისთვის ახლა უფრო მომზადებულები არიან. და როგორც კი დათბება, ადრე გაიღვიძებენ და გარეთაც ადრიანად გამოცვივდებიან. სექტემბრის დადგომასთან ერთად დრაკონის მთებში მალუტის ყინულოვანი ფერდობები დნობას და წყლის გამოყოფას იწყებს. ამ წყლით იკვებება მრავალი მდინარე, მათ შორის სამხრეთ აფრიკის ორი უდიდესი მდინარე, ორანჟი და ტუგელა. მდინარეები დიდდება და სხვადასხვა მიმართულებით მიედინება. ორანჟი დასავლეთით უხვევს, 2000 კილომეტრს გადის და ატლანტის ოკეანეში ჩაედინება. მაშინ, როცა ტუგელა აღმოსავლეთით ინდოეთის ოკეანისკენ მიემართება. ეს ძლევამოსილი მდინარეები მთელ ქვეყანას კვეთენ და ბევრ რეგიონში გვალვას აჩერებენ. სამხრეთ აფრიკას სიცოცხლეს უბრუნებენ. ზამთრის მოკლე დღეები ზოგისთვის გაჭირვებას ნიშნავს. ზოგისთვის უხვს აკვებს. დაცებლებმა ხელსაყრელი პირობებით ისარგებლეს. გაუცველებმა კი ქარიშხალს გაუძლეს. მთელ სავანაში წვიმებით დასრულდება მშრალი სეზონი და სიცოცხლის ახალი ტალღა წარმოვა. როდესაც გაზაფხული მოტეხავს ზამთარს, კვლავ დაიწყება აფრიკული ველური წელიწადის არაჩვეულებრივი ციკლი.